დედა გამარჯობა. მოგესალმები. პირველ რიგში მადლობელი ვარ, რომ ჩემი სტუმარი ხარ და გაგვეცანი. მადლობა შენ მოწვევისთვის. მე ვარ 17 წლის საბას დედიკო. მე ვთვლი რომ ვარ განსაკუთრებული შვილის დედა შენი სახით. შენი დიაგნოზიდან გამომდინარეც ვფიქრობ, რომ იშვიათი და განსაკუთრებული შვილი მყავს და ვარ ამაყი სრულიად ჩემი შვილით. მოდი მაშინ კითხვებზე გადავიდეთ. აბა გისმენ. დედა, პირველი შენი რეაქცია რა იყო, როცა ჩემი მდგომარეობა გაიგე? დიაგნოზი როცა გავიგე, 4 წლის იყავი, ზუსტად მაშინ, თავიდან იყო ძალიან დიდი შიში, ცოტა გაურკვევლობა, მაგრამ მე ვიპოვე ძალა და მივხვდი, რომ ჩემი შვილისთვის უნდა გამეკეთებია ყველაფერი, მეპოვნა ზუსტად ის ძალა, ამდგარიყავი ფეხზე და მებრძოლა ბოლომდე. მოდი შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. ისმენ. როგორი არის დიუშენთან ერთად ყოველდღიურობა? ისევ და ისევ ბრძოლა, ყოველდღიური ბრძოლა, ისევ და ისევ. არის ბევრი დაბრკოლებები, მაგრამ ამასთან ერთად არის იმედიც და ეს ამ იმედით კიდევ უფრო მეტი ძალა გვაქვს და ჩვენს ყოველდღიურობაში და ესე ერთობრივი ძალებით ვებრძით. როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება დიუშენის გარეშე? დიუშენის გარეშე. დიუშენის გარეშე ალბათ ესეთი მებრძოლი ვერ ვიქნებოდი ნამდვილად, იმიტომ რომ დედა რომელსაც ანუ ესეთი დიაგნოზის შვილი არ ყავს, ისეთი დედა რო ყოფილიყავი, ჩემს თავს ისეთ დედად ვეტყოდი, რომ აი ვერც წარმოვიდგენდი თუ ამდენ რამეს შევძლებდი. ალბათ ისევ ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრება გვექნებოდა. როცა იღლები, რა გაძლევს ძალას? ძალას ზუსტად ისევ და ისევ შენ მაძლევდე. ძალას მაძლევს ზუსტად შენი ერთი გამოხედვა, სრულიად საკმარისია ჩემთვის. გადავალ შემდეგ კითხვაზე. რას ფიქრობ შენ შვილს? როგორი ბიჭია ჩემი შვილი? განსაკუთრებული, ძალიან მებრძოლი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან განათლებული და მე ვთვლი, რომ მყავს ნამდვილად ღირსეული შვილი შენი სახით. ვარ ამაყი და ვიქნები ყოველთვის ამაყი. სოფლიოზე მიმართვა რომ შეგეძლოს, რას ეტყოდი მათი? ყველაზე დიდი უსამართლობა, როცა ზოგადად ბავშვი ავადობს. მეორე უსამართლობა ის არის, როცა ბავშვი ავადობს და ჩვენ შეგვიძლია მას თუნდაც ერთი მცირედით რაღაცით დავეხმაროთ და არ გავაკეთებთ. ყველაზე დიდი დანაშაული მგონია ეს და ვეტყოდი, რომ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ ყველამ ძალა ბრძოლისა და ვიბრძოლოთ ჩვენი შვილებისთვის, ყველა ბავშვისთვის, რომ მათი ცხოვრება იყოს ღირსეული და მეტად ბედნიერი. რა არის ყველაზე დიდი შენი შიში? შიში. შიში. ყველაზე დიდი შიში ის არის, რომ მეშინა რომ ვერ გავაკეთო ის, რაც მინდა რომ ამისრულდეს ამ ცხოვრებაში. რას ველოდები სახელმწიფოსგან? სახელმწიფოსგან ველოდები, რომ მიიტანენ ბოლომდე გულთან ჩვენ სამდგომარეობას. არ დაგვაკარგებენ დროს, რაც ჩვენთვის ესე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. მოდი გადავალ შემდეგ კითხვაზე. რა გასწავლა ჩემმა მდგომარეობა? ჩემმა მდგომარეობა მასწავლა, რომ უნდა იყო მებრძოლი და სხვათა შორის შენგან პირადად ვისწავლე ძალიან ბევრი რამედე, რომ იყო უნდა მომთმენი, უნდა გეყოს გონიერება ბევრი რამისთვის. და დავაფასოთ ერთმანეთი, კიდევ უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. აი ეს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მასწავლა ამ დიაგნოზმა მე. რას ეტყოდი ჩვენ ერგვლივ საზოგადოებას? საზოგადოებას რომ იყვნენ უფრო მეტი თანაგრძნობით ჩვენს მიმართ, უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატონ, გაითავისონ რომ ეს როგორი სირთულეები არის თითოეული ბავშვისთვის, თითოეული ოჯახისთვის. და მეტი თანაგრძნობით და მეტი თანადგომით დაგვიდგნენ გვერდში. რა გაქვს ოცნება ამ ცხოვრებაში? ჩემი ოცნება ალბათ რომ არა ეს დიაგნოზი, სხვა ოცნებები მექნებოდა, მაგრამ ეხლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთადერთი ოცნება ეს არის, რომ არც ერთი ბავშვი აღარ იყოს ამ დიაგნოზით
და ვინც დღეს ავადობს დადგეს სრული გამოჯამთელება მათი. რა გხდის ძლიერს? ძლიერს მხდის ჩემი ბიჭი, ჩემი შვილი. ყველაზე კარგი მოგონება გადაგჭე ცხოვრებაში. მოგონება ის დღეები, ის წუთი ალბათ, როცა დედა ხდები, ესეთი ბედნიერი წუთი ჩემ ცხოვრებაში ორჯერ იყო. რას ელოდები მომავალში? მომავალში იმედი მაქვს და არასდროს არ დამიკარგია, რომ ოცნებები ხდება, სასწაულებიც ხდება და ჩვენი ბრძოლა აუცილებლად იქნება შედეგიანი. რა გხიბლობ ცხოვრებაში? ყველაზე მეტად საქმიანობაში. რა საქმესაც დღეს ვეჭიდებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტკივილი და ბევრი ბრძოლა გვიწევს, რაღაც მომენტში მაინც თავს ბედნიერად ვგრძნობ მათთან ერთად ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ ხვდებით, რომ ეს ბრძოლა მარტო ჩვენი შვილებისთვის არ არის, ეს არის სამომავლოდ ძალიან დიდი საქმე. ამ ეტაპზე რაღაც ცოტა ბედნიერების შეგრძნებას მაძლევს ეს ყველაფერი. შენი აზრით, ჩვენი ბრძოლით რას მივაღწევთ? ჩვენი ბრძოლით პირველ რიგში მივაწყდებთ იმას, რომ გადავარჩენთ სიცოცხლეს, ბავშვების სიცოცხლეს, რაც ყველაზე პრიორიტეტი და მნიშვნელოვანია დღეს ჩვენთვის. გადავიდეთ შემდეგ კითხვას. ყველაზე მეტად რა მოგაყენათ ტკივილი ცხოვრებაში? ტკივილია, ყველაზე დიდი ტკივილი ისე და ისე. აი ამ დიაგნოზის დღე, როდესაც ეს დიაგნოზი მითხრა ექიმმა. ის წუთი იყო ძალიან მტკივნეული. რა თვისება გიყვარს შენ შვილში? ჩემს შვილში? ჩემი შვილი არის მართლა სული ამ სტუის მნიშვნელობით მებრძოლის სულით. არის ძალიან ღირსეული ბიჭი, ზუსტად ისეთი ბუნებით, რასაც ვიოცნებებდი ალბათ შვილი სანამ მეყოლებოდა, რომ თუ მეყოლებოდა ბიჭი და უნდა ყოფილიყო ესეთი. ძალიან პატიოსანი, ძალიან კეთილშობილი, ძალიან უყვარს ადამიანები და ყოველთვის ცდილობს სითბო და სიყვარული დაანახოს მის გარშემო მყოფებს და მისთვის ოჯახი და კიდე დავამატებდი ერთ თვისებას, რომელიც ძალიან მიყვარს შენში, ეს არის სამშობლოს აი სულით სიყვარული, მთელი სულით უყვარს მისი ქვეყანა და მისი სამშობლო. მოდი შემდეგ კითხვაზე. ცოტა ჯიუტი. მოდი შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. რა სიტყვოდი ადამიანებს ცხოვრებაში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? უნდა დავაფასოთ თითეული დღე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ვეტყოდი, რომ გვიყვარდეს მოკლედ ერთმანეთი. როგორ მომავალს ხედავ შენ შვილში? ჩემ შვილში ვხედავ მომავალს, სადაც ჩემი შვილი არის გამარჯვებული და ამ გამარჯვებაში გულისხმობს ზუსტად დიაგნოზით დამარცხებული. ძალიან წარმატებული, რაც მისი სურვილია ესე, რომ იყოს ნებისმიერ პროფესიაში წარმატებული, რასაც ის აირჩევს. და ზუსტად ვიცი, რომ იქნება საამაყო შვილი. დიუშენის გარდა შენი აზრით რა მიზნები გვაქვს ცხოვრებაში სამოვალოდ? ბრძოლის გარდა, ამ დიუშენთან ბრძოლის გარდა რა მიზნები გვაქვს? ისე და ისე სხვებზე ზრუნვა, ანუ ამ დაავადებით და ამ დაავადების ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლით კიდე უფრო მეტად მივხვდი, რამდენად აუცილებელია სხვებზე ზრუნვა და ალბათ არ მგონია რომ ამ გზიდან ამ სხვაზე გადავიდე, ესე ვთქვა, იმიტომ რომ ისე და ისე მგონია რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, რაც უნდა არ დაკარგო? ხო, არ უნდა დაკარგო ღირსება და პატიოსნება. რა არის შენთვის სიყვარული? სიყვარული? როცა ზრუნავ ადამიანზე, როცა გიყვარს ისეთი, როგორიც არის, აფასებ და ყველაფერს აკეთებ, რომ კარგად იყოს. რა სიტყვი ჩვენი მდგომარეობის მქონე ოჯახებს და ბავშვებს? ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, ჩემი აზრით. ვეტყოდი იმას, რომ უნდა ვიბრძოლოთ აუცილებლად ჩვენი შვილებისთვის თავიდან შიში გაურკვევლობა ცოტა დაბნელობა ალბათ ყველას აქვს, ყველა ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, მაგრამ როცა ხედავ რომ უბრალოდ ვერ გაჩერდები, უნდა ადგე და დაიწყო ისევ და ისევ ბრძოლა და ვეტყოდი იმას, რომ
წლების წინ, როცა ჩემს ოჯახში ასე შემოვიდა ეს დიაგნოზი და ჩვენთან, მაშინ არ იყო იმდენი შესაძლებლობები, იმდენი ცნობიერებაც მაღალი, იმდენი სამკურნალო საშუალებები და მაშინ უფრო მეტად იყო ეს მომენტი, რომ მეტად შევშინებოდა და მეტად დაბნეულები ყოფილიყავით თუ რა გვექნა, მაგრამ დღეს არის მართლა სულ სხვა ეპოქა და სულ სხვა მდგომარეობა, არა მარტო მედიცინაში, არამედ ჩვენ დიაგნოზთან მიმართებაშიც და ამიტომ აუცილებლად ისევ და ისევ ბრძოლით მივაღწევთ და დავამარცხებთ ამ დიაგნოზს. მოდი ბოლო კითხვას დავსვა. შენი აზრით რა მხდის მე ძლიერს? ხდის ძლიერს? კარგი კითხვაა ძალიან. შენი ბუნება არის ესეთი იდეა, რომ სულით მებრძოლი ხარ და ვფიქრობ, რომ სიძლიერესაც იქ პოულობ. მე ესე ვფიქრობ. მოდი საბოლოო კითხვა და ამის მერე დაგემშვიდობები. რითი ხარ ამაყი? ამ ცხოვრებაში. ჩემი შვილებით ისევ და ისევ პირველ რიგში შეიძლება ვიმეორებ ერთი და იგივეს, მაგრამ ესე არის და ზუსტად იმ საქმით, რა საქმითაც ეხავართ მშობლები ბრძოლაში, აი ამ ბრძოლით ვარ ასევე ამაყი. მადლობა მოწვევისთვის. ვახარული ვარო ჩემს სტუმარი ყავი დღეში. ეხლა მე შეგეკითხებიდე რაზე ოცნებობ და რა პროფესიის გინდა რომ გამოხვიდე? როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი? მოდი პროფესიით დავიწყებ. პროფესიით ალბათ ოცნებად მაქვს, პროგრამისტი ვიყო წარმატებული და მქონდეს მაღალი დონის განათლება. და რაც შეეხება თავარ ოცნებას. შეგვნა ოჯახი და მიცხოვრა ბედნიერი. ძალიან კარგი და დარწმუნებული ვარ აუცილებლად აგვიხდება. კიდევ ერთ შეგეკითხები მაშინ. აი შენ თანატოლ ბავშვებს რა რჩევას მისცემდი? რა არის მნიშვნელოვანი, რაზე გააკეთონ აქცენტები მომავალში? პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი არის საკუთარი თავის ჯეროდეს და რაც არ უნდა სირთულეები იყოს, ამდენჯერაც წაიქცემდე ადგე და შენი ოცნებები აიხდინო. და კიდევ ერთი რაც არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ძვირფასი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გამო თავს გაძირავენ. ძალიან კარგი. სწორედ ამიტომ ვამაყობ შენ. მადლობა თქვენ